თუ საქართველოში ვინმე გეი დარჩა, ხო ყველა ტელეკომპანია იმედში მუშაობს მართლა. მაგრამ დღეს დადას ესეთი ნიუსი, რომ ორბანის დამარცხების შემდეგ პირველად ჩატარდა ბუდაპეშტში, ანუ უნგრეთში LGBT მარშიო რა. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ატყუებენ საკუთარ მსმენელს, რომ თვითქოს მას შემდეგ რაც ვიქტორ ორბანმა წააგო, აი, всё. LGBT დიქტატურა დამყარდა ქვეყანაში. და როგორ გატყუებენ, ეგ რო გითხრათ, ეს არის 2025 წლის ფოტო უნგრეთში ჩატარებული LGBT მარშის, რომელიც უნგრეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური LGBT პრაიდი იყო. ანუ 2025 წელი უნგრეთის ისტორიაში მაგით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ დონის მობილიზაცია პრაიდისთვის არასდროს არ ყოფილა. მაგრამ ისედაც 2025 წელზე რო არ ვისაუბროთ, აგერ მაგალითად შეგიძლიათ ნახოთ 2024 წლის სტატია, რომ 1000-ობით ადამიანი გამოვიდა ბუდაპეშტის პრაიდზე და ანტი-LGBTQ რაღაც პოლიციები გააპროტესტეს. შეგვიძლია ვნახოთ ასევე Reuters-ის სტატია 2023 წლის იგივე სათაურით, რომ 1000-ობით ადამიანი გამოვიდა ბუდაპეშტში LGBT პრაიდს. მოკლედ ორბანის მმართველობის დროსაც პრაიდი იმართებოდა ბუდაპეშტში ყოველ წელს და გაგრძელდება და გაიმართება ისევ მომავალ წლებშიც. ამაში არაფერი გასაოცარი და განსაკუთრებული არ არის და არა პრაიდს თუ დაინახავ, გეი არ გახდები, ნუ გეშინიათ. და ეხლა ივნისის თვეა ისედაც და Happy Pride!